ძალიან მინჭირს ახლა რასაც გეტყვი, მაგრამ უბრალოდ სხვა გზა აღარ მაქვს. ვიცი რომ ერთად ძალიან ბევრი წლები გავატარეთ, ჩემთვის არასდროს გიღალატია. ყოველთვის ჩემს გვერდში იყავი, ყველგან, სადაც არ უნდა ყოფილიყავი. ძალიან გასაჭირშიც კი გაგიძლია ბოლომდე და არ მიგიტოვები ვარ და არ დაგიღალატებია ჩემთვის, მაგრამ ცხოვრებაში ესე ხდება ხოლმე. ხო. სამწუხაროდ არჩევანი უკვე სხვაზე გავაკეთე. ძალიან გგავს სხვათა შორის. შინაგანი სამყარო შენნაირი აქვს, მაგრამ ვიზუალურად უკეთესია. და ის ავარჩია, იმიტომ უფრო მეტად შემეფერება ვიდრე შენ, მაპატია. შორდები. გამარჯობა მეგობრებო. დღევანდელ ვიდეოში გვექნება უახლესი Toyota Prius-ის test drive-ი, რომელშიც ნამდვილად გაწვით არა მხოლოდ ძველ Prius-ს, არამედ ვფიქრობ სხვა ბევრ სედანსაც. ვიდეოს დავიწყებთ ტრადიციულად, რა თქმა უნდა წარვადგინოთ პარტნიორი კომპანიები, რომლებიც ჩვენი მხარდამჭერები არიან და მათი წყალობით იქნება ჩვენს არხზე კონტენტი. პირველი და გენერალური სპონსორი არის კომპანია Trust Import-ი, ვისი ჩამოყვანილიც არის ეს ავტომობილი და ვისი საშუალებითაც შეგიძლიათ ჩამოიყვანოთ ამერიკიდან, კანადიდან საუკეთესო ტარიფით ძალიან კარგი ავტომობილი. ჩვენი მეორე სპონსორი გახლავთ Sokar Georgia პეტროლეუმი, რომელიც რა თქმა უნდა ამ ვიდეოშიც გაათამაშებს 50 ლიტრს აწვავს, ამისაც უნდა დაწეროთ ნებისმიერი სახის კომენტარი და ერთი ძალიან მარტივი და საჭირო პირობა უნდა გქონდეთ შესრულებული, უნდა გამოწერილი გქონდეთ ჩემი არხი, რითიც ძალიან გამახარებ და თქვენ გაიჩენთ იმის შანსს, რომ ფაქტობრივად ავზი, ერთი სრული ავზი უფასოდ გაავსოთ. ჩვენი მესამე სპონსორი გახლავთ Dunkin Georgia, რომელსაც არაჩვეულებრივი უგემრიელესი ყავები აქვს და მე ვფიქრობ არც ერთი მათგანი თქვენ იმედს არ გაგიწრებთ, არც ცხელი და არც ცივი, მაგრამ ეხლა უფრო ცივი ყავის სეზონი არის და ძალიან მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობთ Dunkin-ი ამ მიმართულებით და ჩვენი მეოთხე მხარდაჭერი კომპანია გახლავთ Little Tree Georgia, რომელიც გვამარაგებს ხოლმე სურნელოვანი არომატიზატორებით. მაშინ ასე შეგვიძლია დავიწყოთ და გავეცნოთ ამ Toyota-ს ახალ ქმნილებას, რომელმაც ფაქტობრივად გადატრიალება მოახდინა Prius-ის ისტორიაში. წეგან ვახსენე, რომ ახალი Toyota Prius-ის დიზაინმა გადატრიალება მოახდინა Prius-ის ისტორიაში მეთქი და ეს მართლაც ასე არის. ახალ თაობაში წარადგინეს ისეთი დიზაინის მქონე მოდელი, რომელსაც დარწმუნებული ვარ, საერთოდ არავინ არ ელოდა და ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრ ადამიანს მთლიანად შეუცვალა წარმოდგენა და დამოკიდებულება Prius-ის მიმართ. აქამდე Prius-ი იყო ერთი რიგითი ძალიან ბიუჯეტური ავტომობილი, რომლის შეძენის ერთადერთი მიზანი და მოტივი იყო ის, რომ მომხმარებლებს ეარათ მისით ეკონომიურად. მეტი არაფერი. ყოველდღე გამძლე ავტომობილი, როგორც Toyota და გადაადგილებული იყო მისი საშუალებით ძალიან ეკონომიურად და არ ქონოდათ დიდი დანახარჯი, არც სერვისის მხრივ, არც საწვავის ხარჯის მხრივ. მეტი არანაირი მიზეზი არ არსებობდა. არავინ მას სილამაზის გამო არ ყიდულობდა, უფრო მეტიც, ძალიან ბევრს ახლა სიმართლე რომ ვთქვათ, უტყდებოდა, მოდი ჟარგონულად ვთქვათ, ეგრეხებოდა Prius-ით სიარული და აი ძალიან უკიდურეს შემთხვევაში, აი ახალგაზრდა ადამიანი, ახალგაზრდა გოგო ან ბიჭი მართლა ძალიან იშვიათად იყიდდა Prius. განსაკუთრებით მეორე თაობას, მესამე თაობას კიდე ცოტათი არ აუშავდა. მეოთხე თაობაშიც კიდე იყო ცოტათი უფრო ლამაზი მოდელი, მაგრამ მაინც Prius-ი იყო რა, მაინც ის ძველი შლეიფი დაასდევდა, რაც შეიქმნა, ასე ვთქვათ, Prius-ის გარშემო წარმოდგენა და ატმოსფერო. აი ამ ახალ თაობაში მართლა შექმნეს ისეთი ავტომობილი, რომელიც ლამაზია, რომლით გადაადგილებაც უკვე სირცხვილი აღარ არის, აღარც უთო არის, აღარც ის უამრავი შესატყვისი, რასაც ეძახდნენ ხოლმე ზოგადად ამ ავტომობილს და რაღაცნაირად აი ყოველთვის ძალიან აგდებულად მოიხსენიებდნენ. არა და ამ დროს რეალურად რომ ვთქვათ, ერთ-ერთი ყველაზე გამომდგარი და გამძლე ავტომობილი არის. კი ბატონო და ეკონომიურიც. უბრალოდ იყვნენ სხვა მარკებში, იყო ისეთი ავტომობილები, აი ამის ექვივალენტი დაახლოებით, რომელიც არც გამძლეობით ჩამოუვარდებოდა დიდად, არც წვა არ ჰქონდა ცუდი და გაცილებით უფრო ლამაზი იყო და შესაბამისად მე ვფიქრობ, რომ აი
ამ არჩევანის წინაშე როდესაც დადგებოდნენ, ის უფრო უნდა აერჩიათ მომხმარებლებს, ვიდრე ის შევხედავთ პრიუსი. აი ამ ახალ პრიუსში უკვე ყველაფერია თავმოყრილი, რაც კი შეიძლება მომხმარებელს უნდოდეს, გამძლეობა, ეკონომია, სილამაზე და უკვე ღირსეული კონკურენცია შეუძლია გაუწიოს ინერციით კი არა, მართლა გულწრფელად. მოდი ახლა დავიწყოთ ვიზუალზე საუბარი, გავყვეთ დეტალურად, იმიტომ რომ მართლა ძალიან ლამაზია და ერთ ძალიან უცნაურობას ვიტყვი რა. დროთა განმავლობაში ხო, როგორც წესი და რიგი არის, უნდა ვითარდებოდეს აბსოლუტურად ყველა მარკაც, მოდელიც, უფრო უკეთეს და უკეთეს მოდელებს უნდა უშვებდეს და აი ბოლო პერიოდია განსაკუთრებით ახლა 2026 წლიდან Toyota-ს მართლა აქვს აი ეს ძალიან დიდი პროგრესი. მე ძირითადად რაზე ვლანძღავდი ხოლმე Toyota-ს, გინდა რა 4 ავიღოთ, ან სხვა ნებისმიერი მოდელი, რომ დრო გადიოდა, საერთოდ არაფერს არ აკეთებდნენ, ანუ არაფერს არ ცვლიდნენ, არანაირი ახალი ტექნოლოგია, არანაირი თანამედროვე ინტერიერი, აი არაფერი საერთოდ რაღაცა ერთ ადგილზე ფუქსაობდნენ და არაფერს ახალს მომხმარებელს არ სთავაზობდნენ და ხა დარწმუნებული ვარ მე არ მისმეს Toyota, მაგრამ ალბათ ზოგადად მომხმარებლების და მძღოლების უმეტესობის აზრი იყო ეს და უკმაყოფილება და 2026 წელს ახლა ცოტა ხნის წინ ვიყავით Toyota თბილისის ტესტ დრაივზე წასულები, რამდენიმე ავტო ენთუზიასტი, გამოვცადეთ ახალი Hilux-ი, ვნახეთ ახალი RAV4 და აი მართლა შემიძლია ვთქვა, რომ აი Toyota-მ გაიღვიძა. ანუ საერთოდ სხვა აზრზე მოვიდა და გადაწყვიტა, რომ всё, დაამთავრდა აი ეს ინერციით სიარული ბაზარზე და დროა მომხმარებლებს შევთავაზოთ რაღაცა ახალი, რომელთაც მართლა დავემსახურებთ მათ გულებს და მათ კმაყოფილებას. ეხლა რაც შეეხება ვიზუალს, აი რაც დავიწყო და იგივე უნდა გავაგრძელო. ვითარდებიან მეთქი და პირიქით უკან არ უნდა მიდიოდნენ, მეთქი ძალიან სასაცილოა ის საკითხი, რომ პრიუსი უშვებს რაღაცა ახალ თანამედროვე ფუტურისტულ ავტომობილს, რომლითაც კიდევ უფრო მეტად აუმჯობესებს თავის სამოდელო ხაზს და ამ დროს Ferrari ემსგავსება რაღაცა საშინელებას, რომელიც ყოველთვის მთელი ამ ათწლეულების განმავლობაში იყო ერთ-ერთი საუკეთესო ბრენდი, რომელიც ყოველთვის მომხმარებელს თავაზობდა რაღაცა საოცარ ავტომობილებს. ცოტა კოგნიტური დისონანსი მაქვს ახლა რა, Ferrari მიდის დაბლა და Toyota მიდის მაღლა. Toyota უშვებს რაღაცა ახალს, კარგს, გაუმჯობესებულს და ამ დროს Ferrari დაღმართზე მიდის რაღაცა საშინელებას. აი, დაახლოებით კი არიან ახლა ეს Toyota Prius და ის ახალი Ferrari ერთმანეთთან დიზაინით, მაგრამ ის საერთოდ სხვა ხასიათის ბრენდია და ეს საერთოდ სხვა და ცოტა მართლა გაოგნებული ვარ, ანუ არ ვიცი, სად მიდის ამ ბრენდების აზრები და გადაწყვეტილებები ცოტა უცნაურია. ამ ავტომობილის რაც განსაკუთრებულად მომწონს არის ის, რომ რაღაცნაირად წააგავს supercars. აი ეს დახრილი ცხვირი, ეს გამოჭრილი ფარები, LED ფარები აქვს. ასევე აქ აქვს ჩაშენებული დაბლა მანდეთ მხარესა და აქაც ეგრეთ წოდებული სანისლე ფარები, რომელიც ისე ლამაზად ის დიზაინში ჭრილი არის, ანუ ვერც მიხვდები ღამე თუ არ არის განათებული, აქ რომ ფარია ჩასმული. არა და რეალურად ჩვეულებრივ ავტომობილებში ეგრეთ წოდებული ეს ტუმანიკები, ეს მრგვალად რო არის ჩასმული, საერთოდ არ მომწონს ხოლმე იმდენად უშნო და შეუხედავია. გვერდიდან რომ შევხედოთ ავტომობილს არის აი ძალიან ლამაზი და სხვათა შორის აი ამ მომრგვალებული გამოწეული თეძოებით მაგონებს Tesla Model S. აი ესი არის ზუსტად ესე დაბლა დაწეული, დამჯდარი და ესეთი გამობერილი გვერდი აქვს და ძალიან ლამაზია. ეს ავტომობილი წინა თაობის Prius-თან შედარებით არის გაცილებით უფრო დაბალი ჭერი აქვს, უფრო განიერიც არის და უფრო ლამაზი ფორმები აქვს შენარჩუნებული. იგივე შეგვიძლია ვთქვათ უკანა მხარეზეც. აი ულამაზესი უკანა ნაწილი აქვს. ნახეთ, აი ეს სტოპები არის მთლიანად მთელ სიგრძეზე გადანაწილებული და ღამე იქნება ულამაზესი, იმიტომ რომ ეს უწითლად გაანათებს. აქ დიდად აწერია Prius-ი და ეხლა ვნახოთ, მოდი საბარგული როგორი აქვს. რომელიც ელექტროა. ხო, ეს არ მithქვამს. ალბათ მივხვდებოდით აქ პრაიმი რო აწერია, მაგრამ ეს ავტომობილი არის უმაღლესი კომპლექტაცია, რაც ამ ახალ თაობაში არის გამოშვებული. საბარგული აქვს ძალიან პატარა. რაც მართალია. ნახეთ, Trust Imported, ჩვენი სპონსორი. ძალიან პატარა საბარგული აქვს. მე მყავდა, აი არ ვიცი თუ გახსოვთ, ვინც ჩემი ძალიან ძველი გამომწერი არის ახლა და მიყურებს, მათი მახსოვრებათ, რომ მე ჩემ Golf-სა და ჩემს BMW-ს შორის დროებით მყავდა მეორე თაობის Prius-ი. ჩემი მანქანა არ იყო ოჯახის სათადარიგო მანქანა იყო, უბრალოდ მე მანქანა აღარ მყავდა, სანამ BMW ჩამოვიდოდა და დავდიოდი ხოლმე მაგით. დიდი ხანი ვიარე სხვათა შორის მაგ მანქანით და ბევრგან ვიყავი.
6 კაციც ვიყავით დასასვენებლად წასულებით და ყველას ბარგი იდეალურად ჩაეტია და ეხლა მართლა არ მახსოვს ეს თვალით რომ შევხედო და ზუსტად თქვა იმის საბარგული რამდენად დიდი იყო ამაზე, მაგრამ ახლა მას რო უყურებ იმდენად მეპატარავება, რომ ის აშკარად დიდი იყო, იმიტომ რომ ეხლა აი აქ 6 კაცის ბარგი ნამდვილად არ ჩაეტევა. საკმაოდ პატარაა, თან როგორც იცით, ეს დაბლა სიღრმე არ აქვს. ეხლა ერთ წუთი მაინტერესებს ზემოდან და ჩავხედო. იმიტომ რომ იცით იმ მეორე თაობის პრიუს რა ჰქონდა? არც ის არ იყო დაბლა ჩაღრმავებული, მაგრამ აი ეს იმდენად იყო კარგად სივრცე ამოწეული, რომ ეტეოდა. არა, ეს უფრო დაბალია. მოკლედ, ეს ნაწილიც უფრო დაბალია, ვიდრე იმ პრიუს აქვს. წინა თაობას და მაგ თვალსაზრისით, ანუ საბარგულში ტევადობის თვალსაზრისით, წინა თაობის პრიუსი, ანუ მეორე თაობას გულისხმობ. მეორე თაობას გულისხმობ, გაცილებით უფრო დიდი იყო და კომფორტული. აქ ხო რაღაცები ის აქვს, აბა დაბლა რა აქვს, ახლა რომ ჩავიხედოთ. ეს არის ეს და კაი ამის ქვეშ. ეს არის მთლიანად ეს ზღვის ქაფი. სათავსო არის, არის დამტენი უდევს აქ, იმიტომ რომ პლაგინ ჰიბრიდი არის. ანუ ეს რომ მთლიანად ამოვიღოთ, ეხლა ესეც და ესეც, საბარგული უფრო დაღრმავდება და თუ აი მაგალითად მართლა უკიდურესი სიტუაცია გექნებათ, რომ იძულებული ხართ ბევრი ბარგი წაიღოთ და სხვა გზა არ გაქვთ, მაშინ ეს ალტერნატივა არის, რომ ესენი ამოალაგოთ, უფრო დააღრმავოთ საბარგული და მეტი რაღაცები ჩაგეტიოთ. მოკლედ, გამოსავალი არსებობს. ეხლა ჩავჯდეთ უკანა სავარძელზე და ვნახოთ როგორია უკანა მგზავრისთვის ეს ავტომობილი და მანამდე თან რაღაც უნდა განახოთ. ეს თუ გეცნობათ Toyota-ს შვილია ესეც და Toyota CHR იყო პირველი ავტომობილი, რომელშიც აი ესე ინტეგრირებული გასახსნელი გააკეთეს. არ აქვს აი აქ და სიმართლე რომ ვთქვათ ძალიან უხდება, იმიტომ რომ გვერდიდან რომ შეხედავ და აქ რომ სახელური არ აქვს, პირდაპირ გიქმნის ასოციაციას, რომ კუპე ავტომობილი, ანუ ორკარიანია და მე ორკარიანი ავტომობილები ბევრად უფრო მომწონს ხოლმე. აი აქ იმდენად ჰარმონიულად შედის ეს კარი, აი ამ გვერდითა ნაწილში, ეგრეთ წოდებულ კრილოში, რომ მართლა გექნება შაბეჭდილება, რომ ეს მანქანა არის ორკარიანი. რეალურად არის 4-კარიანი, რა თქმა უნდა, აი აქ ესე გამოდებთ, ანუ არც გამოწევთ, უბრალოდ ღილაკს საჭერთ, აი აქ თიც, ღილაკს საჭერთ თიც და ესე გამოხსნით და ჩაჯდებით ავტომობილში. მოკლედ, აი ახლა ეს სავარძელი ძალიან წინ არის მიწეული, ამითი არის ხელმძღვანელოთ, რომ ახლა აქ მე ამ ხელა სივრცე რომ აქვს, მართლა მაგ ხელა სივრცე გრჩებათ. აი დაახლოებით ამ სავარძელში მიხვდებით, აი ამ დაშვებაში მიხვდებით, რამ ხელა სივრცე აქვს უკან მგზავრს, როდესაც წინ მძღოლი ზის, რა თქმა უნდა, თუ ძალიან მაღალი არ არის და უფრო უკან არ აქვს მოწეული. აქ შუაში ბარი არის, ორი ჭიქის ჩასადებით, სხვა მეტი არაფერი. ნუ აქ Type-C პორტები არის 2 უი, დენსკვიტა აქვს, ნახე, ეს შეგიძლიათ შტეპსში შეერთოთ. თუ დენსკვიტაში შესაძლებელია გამტენი გაქვთ ან რაიმე მსგავსი, უკან აქვს სავარძლების გაცბობა და მორჩა და განათება. მეტი არაფერი, ნუ პრიუსში ახლა სიმართლე რომ გითხრათ, მე არც არაფერს არ მოველი, იმიტომ რომ ეს არ არის რაღაცა მაღალი კლასის ავტომობილი, უბრალოდ არის რაღაცა ეკონომიური, ბიუჯეტური ავტომობილის მაღალი კომპლექტაცია. და აქ ეს არის წარმოდგენილი. ტყავის სალონი აქვს, ნორმალური სავარძლები, არც რაღაც გასაგიჟებელი რომ ვაიმე ეს სავარძელია და რაზე დაურჯექია, არც ისეთი ცუდი რომ თქვა რომ აქ მაგალითად თუ ახლა ვერ ვიჯდები. ერთის უნდა მოვუქრო, მაინტერესებს ის როგორი არის, თვალთხედის არეალი, იმიტომ რომ გითხარით CHR-ის გასახსნელი აქვს, მეთქი იქ პატარავდება კარი და აქაც დაახლოებით ეგრე არის, მაგრამ არა, მთლად ძალიან პატარა უკანა ფანჯარა არ აქვს. კომფორტულია, მომეწონა. ორი ლუკი აქვს, რომელიც შეგიძლიათ ორივე რომ გახსნათ და უფრო კარგი სინათლე შემოვიდეს. გადავიდეთ ახლა წინა მხარეს, იმიტომ რომ ზღოლის მხარეს უფრო არის სასაუბრო და განსახილველი და საჩვენებელი რამდენი სიახლეა, ვიდრე უკანა მხარეს დავედით. აი როგორც გითხარით, წინ უფრო არის ძალიან ბევრი სიახლე, ეს ცოტა უკან გავწიოთ, რომ უკეთესად დაინახოთ ყველაფერი. ვიდრე უკან, აი წინა მხარე არის აბსოლუტურად მთლიანად შეცვლილი და რითი დავიწყო, აღარ ვიცი, იმდენი რაღაცა სიახლე. კაი, მოდი ეს დავიწყოთ. პირველად JBL-ის აუდიო სისტემა აქვს. ამიტომ ძალიან კარგი ჟღერადობით შეგიძლიათ მოусმინოთ მუსიკებს და საკუთარი სოლო კონცერტი მოაწყოთ. წინ ტორპედო აქვს უზარმაზარი, ანუ იმდენად დიდი, რომ რა ვიცი, აი სუფრას გაშვით. სული ამ სიტყვის მნიშვნელობით, აი სადღაც მთავრდება, ალბათ ხელს ვერც გააწვდენთ ბოლომდე, იმიტომ რომ აქ ხო ერთი დიდი მინდორი და იქ კიდე გრძელდება და უზარმაზარია. წინ მაჩვენებელთა დაფა არის მთლიანად ციფრული და გამოყოფილი.
გახსოვს ალბათ წინა პრიუსებში რაღაცნაირად შიგნით რო იყო ხოლმე შორიდან ყველაფერი ერთად იყო გამოტანილი. აქ არის დაცალკევებული და სხვათა შორის ახლა წინა ვიდეოს ვინც უყურეთ, Subaru Solterra-ი რომელიც იყო Toyota BZ4-ის ზუსტი ანალოგი, იქ იყო ზუსტად ანალოგიურად ინტეგრირებული წინ მაჩვენებელთა დაფა, რომ ესე რომ გახედავდი, ესე იყო შეჭრილი და აქ ჩანდა ეკრანი. მაგაც ანალოგიურად ესე არის. აქ არის გამოტანილი დიდი ეკრანი, რაც უკვე აღარ ენანება ხოლმე Toyota-ს საბედნიეროდ ახალ მოდელებში და რასაც ასე ვთქვათ, ძუნწობდა და გვიჟმოტავდა წინა მოდელებში. აქედან ციფრულად შეგიძლიათ მართლა ძალიან ბევრი რაღაც. ღილაკებზე დატოვებულია ერთადერთი კლიმატის კონტროლი, მეტი საერთოდ არაფერი. კიდე რაც მინდა აუცილებლად აღვნიშნო არის ის, რომ აი ეს დიზაინი მოკლედ ბორდოსფერი კანტი რო არის ჩაშენებული და აქ წითელი ხაზები რო არის დატანილი, ეს არის მხოლოდ ამ უმაღლეს კომპლექტაციაში და ეს ყველაფერი გადმოტანილია აი აქაც სავარძელზეც თუ დააკვირდებით შავთან ერთად, წითელი ძაფით არის ნაკერი და ესე ბორდოსფერი და წითელი ხაზები არის გადმოტანილი და ძალიან ლამაზია რა, სრულ შავს, ბევრად ჯობია ეს პატარა დეტალები შეიტანო და უფრო რაღაცა მდიდრული და მრავალფეროვანი გახადო მანქანის სალონი. კიდე რა უნდა ვთქვა რა არის შესული, ეს არის მანქანის შიფტერი, სიჩქარების გადამრთველი, რომელიც გახსოვთ ალბათ, აი იქ იყო ხოლმე და ეს უნდა გადმოუკეთა. ეს რომ უნდა გადმოიტანო და ჩამოაგდო, ეს კვლავ დარჩენილი არის ბეში ეს კვლავ დარჩენილია, მაგრამ გადმოტანილია აი აქ ტრადიციულ მამაპაპურ ადგილას, სადაც უნდა მოკიდო ხელი და გადართო სიჩქარეში. აქ ნახეთ კიდევ რა აქვს. ამას ვუყურებდი რა, ესეთი ჩასატენი არის, აი ნუ აქ უნდა ჩატენო ტელეფონი, აი ესე. და არის wireless charger-ი. წარწერაც ეგეთი აქვს, რომ wireless charger-ი აქვს, თან ესეთი გამოწეული ნაწილები აქვს, რომლითაც იმას იჭერს, რა ქვია, ტელეფონს იჭერს. უბრალოდ რა თქმა უნდა დაჭერა ვერ ვხვდები, იმიტომ რომ ისედაც აი დაბლადებ და არსად არ გაგიქცევა. ცოტა არაპრაქტიკული მგონია, რომ იქნება ეს. იმიტომ რომ ზოგადად wireless charger-ი უფრო ისეთია ხოლმე რა, აი აქ რო დადებ, უფრო მეტად კომფორტულია, იმიტომ რომ ტელეფონის ეკრანს ხედავ და მაგალითად თუ რაღაცა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოგივა, შეგიძლიათ გახედო და დახედო, მაგრამ ალბათ გათვლაც ისე რომ აქ ჩახედო ტელეფონს საერთოდ აღარ დახედო, რაც ისენის მე მაქვს სამწუხაროდ და რაზეც ძალიან ბევრჯერ ვარ დაჯერიმებული სამწუხაროდ. ამას წინათ შემხვდა პატრული, რომელიც ანუ რომელსაც უკვე ვყავდი დაჯერიმებული ტელეფონის გამო და კიდევ მაგაზე რომ შემხვდა, მეუბნება რომ მე რამდენად უნდა შევხვდეთ ამასთან დაკავშირებითო. აქ შემთხვევით გაგვეპარა, არ შეხედოთ ამას. სხვა არომატიზატორი, რომელიც ფლობელს ჰქონდა ჩამოკიდებული და ეხლა მოუხსენით და დავკიდოთ Little Trees Black Ice-ი. როგორ ის სუნი მამაკაცური ისე კაცებს თუ გიყვართ პრინციპში გეყვარებათ მამაკაცის სუნა მოსუნი აი დაახლოებით ეგეთი სუნი აქვს ამ არომატიზატორს აი ესე თან მე ვფიქრობ შევსოლოს ძალიან უხდება აქ უცბად მეგონა რომ ის არ ჰქონდა ეგრეთ წოდებული ხელთათმანების უჯრა მაგრამ ნახეთ როგორ იმათ არის ინტეგრირებული რომ არც კი ჩანს რომ მანდ არის კაი მე მგონი ახლა იმის დროა გავატაროთ ნახოთ მართვაში როგორია, ვისაუბროთ, მე რო გავჩერდებით წინ ძრავშიც ჩაგახედებთ, მის შესაძლებლობებსაც მოგიყვებით, იმიტომ რომ გაუმჯობესებული არის ამ შემთხვევაშიც უფრო მეტი ცხენის ძალები აქვს და წავიდეთ მოკლედ ახლა და გამოვცადოთ როგორია. იცით რა რბილი სატარებელია? ანუ ძალიან სიმართლე გითხრათ, ცოტა არ ველოდი ესეთ მოცემულობას, იმიტომ რომ წინა პრიუსები, ალბათ ვისაც გიტარებიათ, კი იცით, რომ არანაირი კომფორტი და სიკეთე იმის მართვას არ ჰქონდა, ანუ არაფერი განსაკუთრებული. ეს საკმაოდ კომფორტული სატარებელია. პირველი, რაც ყველაზე ძალიან მომწონს არის ის, რომ ხმის იზოლაცია აქვს ნორმალური. იმ პრიუსით, როდესაც მივდიოდი ხოლმე სადმე, განსაკუთრებულად მაღალი სიჩქარით, ისეთი საშინელი ხმა შემოდიოდა ხალხო, აი მუსიკა რომ მქონდა ბოლო ხმაზე ჩართული, ისიც კი ვერ ფარავდა, ერთად ხმაურობდა, მუსიკა ცალკე ხმაურობდა, ეს შემოსული ხმა ქარის ცალკე ხმაურობდა და იყო საშინელება, აი არ ვიცი, ყურები მქონდა ხოლმე გადაყურებული ამ ხმაურით, როდესაც მაგისტრალზე მივდიოდი ხოლმე და აქ ნამდვილად არის გაუმჯობესებული ეს. მინუს, რასაც ვიტყვი არის ის, რომ წეღან მე ვახსენე, რომ უფრო დაბალი ჭერი აქვს მეთქი და ნამდვილად უფრო დაბალი ჭერი აქვს, რაც იგრძნობა
და აი ეს მგონია ეს ცოტა თვალებში მეჩხირება, აი აქ ჩამოწეული ეს ნაწილი, ცოტა უფრო მაღალი რო იყოს უკეთესი იქნებოდა. ანუ ჭერი უფრო დაბალია, ეს საქარემინაც ესე გრძლად და უფრო დაბალზე მიდის და რაღაცა აი ესე მინდა რომ ვიყურო ეს დაბლიდან, თუ დაბალი ადამიანი ხარ, მაშინ პრობლემას არ წარმოდგენ, მაგრამ ეხლა მე და წარმოვიდგინე ჩემზე ცოტა უფრო მაღალი ადამიანი ეს დაждდებოდა ფაქტობრივად თვალის ნახევარში, აი ეს აქვს გაჩხერილი რა და იქ ცოტა არა კომფორტულია. სხვათა შორის მოუდები აქვს, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს და აქვე ვიტყვი რომ წინა მოდელთან შედარებით უფრო მეტი ცხენის ძალა აქვს, როგორც გითხარით და საკმაოდ ბევრით არის გაზრდილი. 121 ცხენის ძალა ჰქონდა ამის წინა მორბედს და ამას აქვს 195 ცხენის ძალა. 70 ცხენის ძალა საერთოდ არ არის ცოტა. თან მოუდები აქვს, ეხლა ეკოში მაქვს ჩაგდებული, ასევე არის ნორმალი, არის სპორტი და არის custom-ი, ну როგორც ძირითად შემთხვევებში უკვე ახალ ავტომობილებში არის ხოლმე და მოდი ახლა ჩავაგდოთ სპორტში, როდესაც მოვტრიალდებით და აი ვნახოთ როგორი რეაქცია იქნება, როდესაც ჩავაჭერთ, იმიტომ რომ პრიუსის რეაქცია ზოგადად ალბათ გეცოდინებათ, ჯერ აჭერ და მერე ცოტა ხანში რამდენიმე წამში იწყებს ნელ-ნელა აჩქარებას და ხო, აი ეს როდესაც გასწრებაზე გადიხარ, საკმაოდ ისეთი არაკომფორტულია და შესაბამისი გათვლები უნდა გააკეთო რა, რომ აი შემოასწრებ თუ არა, შეასწრებ თუ არა წინ მომავალ მანქანას და ჩადგები თუ არა შვიდობიანად და ამ შემთხვევაში ეგ ნამდვილად არ არის. ეხლა სანამ შუქნიშანზე გავართ, მანამდე ფასზე გეტყვით. ამ ავტომობილის კონკრეტულად ამ კომპლექტაციის ფასი დაახლოებით 22-23 დოლარის ფარგლებში მერყეობს. მაგრამ როგორც გითხარით, ეს არის ყველაზე მაღალი კომპლექტაცია, შესაბამისად უფრო დაბალ კომპლექტაციას შედარებით დაბალ ფასში იყიდით და დაბალ კომპლექტაციაში უბრალოდ გექნებათ ის, რომ შეიძლება ტყავის სალონი არ გქონდეთ და აი ეს რაღაცა კომფორტის ნაწილაკები რა, თორე დანარჩენი ახლა შესაძლებლობები დაახლოებით ფაქტობრივად იგივეა და მნიშვნელოვან სხვაობას არ მოგცემთ, უბრალოდ აი შიდა ინტერიერის ეს ფერები, ტყავის სალონი და შემდეგ რამდენად არის თქვენთვის მნიშვნელოვანი, ამაზე არის დამოკიდებული და კიდევ უფრო დაბალ ფასად შეიძლება აი ეს ლამაზი ავტომობილი. დისკებში არის კიდევ სხვაობა, ეს კონკრეტული არის 19-იან დისკებზე და ძალიან ლამაზი დისკები აქვს, ეს არ აღვინიშნებს, აი რო გავჩერდებით და კაპოტში ჩავიხედებით. იქ გეტყვით, იქ გაჩვენებთ უფრო კარგად, იმიტომ რომ ძალიან ლამაზი დისკები აქვს და მაგის შესვლა ნამდვილად არ დაგჭირდებათ. ეს ერთი დამატებითი კომფორტი არის. ხო, ეს არის სხვაობა უბრალოდ მაღალ კომპლექტაციაში და რაშიც იხდით დამატებით უფრო მეტ ფულს. ეხლა მოვუტრიალდეთ, ჩავაგდოთ სპორტში და ვნახოთ აი პირველი რეაქცია როგორი აქვს ავტომობილს. დავუტრიალდით. გადმოვაგდეთ სპორტში, დაეწერა სპორტში ვარ და აბა წავედით. ვაუ, აი ეს ნამდვილად არ გიმტყურებთ, როდესაც გასწრებაზე გავხვალთ. ეხლა გულწრფელად რო ვთქვა, ამასაც უცბად ესე გაჩერებული და რომ ჩავაჭირე, ეხლა მოწყვეტით არც ეს არ წასულა. ეხლა სულელეა ეგ რო გითხრათ, ეხლა არც დაიჯერებთ ალბათ და მართლა ეგრეა. ის რაღაცა დაყოვნება რამდენიმე წამიანი ისევ აქვს. ცოტა როდესაც საერთოდ გაჩერებულიდან აჭერთ, მაგრამ როდესაც აჭერთ ისე რომ ცოტა მიდიხართ რა, უკვე აკრეფილი აქვს სიჩქარე და მისცემ, გაზის რეაქცია საკმაოდ კარგი აქვს. წინა მოდელებისგან განსხვავებით. მაგრამ ნულიდან ამასაც უჭერს, აი ცოტა ის დაფიქრება ჭირდება, თუმცა იგრძნობა, ის 70 ცხენის ძალა რომ მომატებული აქვს და ცოტა უფრო მეტად რო არის გაძლიერებული ავტომობილი, ეს ნამდვილად იგრძნობა. ეხლა მანქანის ყველაზე დიდი სიკეთე რაც არის, ერთ-ერთი ყველაზე არის ზოგადად ხო მოგეხსენებათ რომ პრიუსი არის ეკონომიურობასთან ასოცირებული ავტომატურად, ეს კიდევ უფრო მეტად ეკონომიურია, იმიტომ რომ არის დატენოვადი ჰიბრიდი, plug-in ჰიბრიდი. და როდესაც სრულად არის დატენილი ავტომობილი, დაახლოებით 100-120 კილომეტრის გავლა შეგიძლიათ მხოლოდ ელემენტით, ანუ მხოლოდ ელექტროობით და ამ დროს საწვავს საერთოდ არ მოიხმარს ავტომობილი, მხოლოდ ამის შემდეგ, როდესაც ელემენტი დატენილი ელემენტი დაჯდება, ამის შემდეგ უწევს უკვე ავტომობილს საწვავის გამოყენება და ამის გათვალისწინებით ქალაქში და მოგეხსენებათ, რომ ჰიბრიდული სისტემის ავტომობილები ქალაქში უფრო ნაკლებს წვავენ, იმიტომ რომ აქ აქვთ საშუალება, რომ ცოტა ნელა იარონ, დაღმართზე ჩავიდნენ, ამ დროს დატენვის საშუალება აქვთ და ასე შემდეგ და არა, როდესაც ავტობანზე მიდიხარ, სადაც მთლიანად დატვირთული არის
მისი ძრავი. დაახლოებით 2.5 litrს დაგეწევათ, 2.5-დან 3 litrამდე. აი ესეთი მოცემულობა არის, რაც ალბათ დამეთანხმებით, რომ ძალიან ცოტაა და ძალიან მაგარია. ხო, დატენოდი ჰიბრიდი ავტომობილი ზოგადად ერთ-ერთი ყველაზე მაგარი გამოგონებაა ჩემი აზრით, იმიტომ რომ ყველა სიკეთე გაქვს აბსოლუტურად ერთად. მხოლოდ ელექტროავტომობილი დისკომფორტია, იმიტომ რომ სულ ყოველთვის სადგური უნდა ეძებო, სად დატენო, მხოლოდ ჰიბრიდი ავტომობილი ეკონომიურია, მაგრამ პლუს ამას რომ ელემენტიც ერთვის, რომელსაც დატენი, აი არ ვიცი, ეს კომბინაცია არის საოცარი და მართლა ვისურვებდი, რომ ყველა მოდელში და ყველა მარკა მოდელში არსებობდეს ესეთი ავტომობილი. ჩავიხედოთ ახლა საბარგულში, გაჩვენოთ როგორია ახალი პრიუსის შიგნეულობა. აბა, ჩელენჯი მაქვს მიში. შეიძლება ჩემი მუდმივი პრობლემა ის იყოს. რასაც ვერ ვიტანკა, აი პრიუსი რა, აი კარგი იყავი ყველაფერი და აი ეგ მაინც სადღაც გააფუჭე. მოკლედ ძრავი კი არა გრძნეულია. სხვათა შორის გაოცებული არ ვარ, იმიტომ რომ წინა ვიდეო Subaru Solterra რო გადავიღეთ, რო ავხადე და აი ეს სასწაული რომ დამხვდა და რო ურეკავდი მე პატრონეს რომ ეს მაგარი ნამდვილად ელექტროა თუ არა თქო ისეთი დამხვდა, აი დაახლოებით იგივე სიტუაცია. ერთი ემის ძრავზე მქონდა აი ეს ასოციაცია რომ რა გრძნეული და ჩახლართულობა მეთქი აი ამდენი მილიშვანგი რა უბედურებაა თქო. მეორე არის აი ეს რა საშინელებაა, მაგრამ მოკლედ ეს არის. ახალ პრიუს აქვს 2-დან 0 4 ცილინდრიანი ძრავი, რომელსაც როგორც გითხარით, აქვს 194 ცხენის ძალა აქვს წინა წამყვანს და 4-4-ზეც აყავს ამ ახალ ავტომობილს, ახალ მოდელს, ახალ თაობას და 4-4-ზე წამყვანი არის ცოტათი უფრო ძლიერი, 196 ცხენის ძალა, ხო, ასე. და წვაზე კი გითხარით, უკვე რა არაჩვეულებრივი წვა აქვს დატენოთ ჰიბრიდს, მაგრამ არა დატენოთ ჰიბრიდს ზუსტად იგივე, რაც ჰქონდა ხოლმე მის წინა მორბედებს რა 4.5 litrს მიწვევდა ხოლმე მე პრიუსი და დარწმუნებული ვარ, აქაც ანალოგიური სიტუაცია იქნება არა დატენოთ ჰიბრიდებს შორის. აი დისკებზე რომ გითხარით, ძალამაზე დისკები აქვს მეთქი, ქარხნულად მოყვება ეს დისკები, შესაბამისად შეცვლა არ დაგჭირდება, 19-იან დისკებზე დგას და სპორტული ავტომობილია რა, რაღაცა პრიუსი გადაიქცა. აი ხო იცით რაღაც ასაკში რომ იმით შეიცვლიან ხოლმე, აი ხლა რო არის TikTok-ზე ტრენდი რა, 30-40 წლის ასაკში რატომ გამოვიყურებიო ახალგაზრდულადო, იმიტომ რომ ბებერი უკვე ვიყავიო და რაღაცა თინეიჯერობის ასაკში და 20 წლის და 25 წლის ასაკში მართლა ბებრებს რომ გავდნენ. აი დაახლოებით ეგ სიტუაცია პრიუსის შემთხვევაშიც, რომ აი მთელი ცხოვრება იყო რაღაცა აი უბრალო ადამიანი, რომელიც არც თავსული და არც იფრენჭება და არც არაფერი და უცბად ცხოვრების რომელიღაცა ეტაპზე გადაწყვიტა, რომ უნდა იმიჯი შეეცვალა და გაახალგაზრდულიყო. აი ეს არის ეს უცბად მოგვევლინე ძალიან ლამაზი სპორტული ავტომობილი, რომელიც ეკონომიურიც არის, გამძლეც არის, ლამაზიც არის და ეს არის უკვე ავტომობილი, რომელსაც იყიდით უკვე არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეკონომიურად იაროთ და გამძლე ავტომობილი ყავთ, არამედ იმიტომაც მარტო მაგიტო შეიძლება ეხლა უკვე მოგინდეს, რომ ლამაზია, როგორ დიზაინს აქვს, მაგითი მიიღო გადაწყვეტილება და არა მისი ეკონომიურობით. დღეისათვის იყო მეგობრებო სულ ეს. თქვენ დაწერეთ კომენტარებში როგორ მოგეწონათ ეს ავტომობილი და იყიდით თუ არა, აი ეკონომიურობაზე და გამძლეობაზე რო ყურადღება არ გაამახვილოთ, აი მარტო იმიტომ თუ იყიდით, რომ აი ესეთი ვიზუალის ავტომობილია და ის დანარჩენი სიკეთეები რომ რაღაცა დამატებითი კომპონენტები იყოს. აბა რა სიტყვით დაწერეთ კომენტარებში, ყველა კომენტარი შეიძლება იყოს მომგებიანი 50 ლიტრის საწვავი თამაშდება და მომავალ შეხვედრამდე.